მოგესალმებით მეგობრებო, ვიწყებ მორიგი ვიდეოს გარჩევას. ეს არის გამომწერის ვიდეო და ამჯერად არის NL20, 4 მაგი და აჭარაბეთი. დავიწყოთ ნელ-ნელა და ვეცადოთ რომ დავაკომენტაროთ დარიგებები. კარგი, ვიდეო გრძელდება 9 საათი. ავაჩქარე 1.5 სიჩქარეზე დავაყენე და ეგრე უფრო გაგვიადულდება. კაი, დავიწყეთ. ეს დარიგებები მოდი გამოტოვოთ შუა დარიგებიდან რო არ დავიწყოთ და კომენტარება და უკვე ახალი დარიგებები დავაკომენტაროთ რა. ტოსკაროლი ტრიბეთია, კი ბატონო, საიზინგიც შესაძლებელია 11 ბლაინდი, ეგ ცოტა ცუდად ჩანს რა, ცუდი ხარისხით არის ვიდეო გაკეთებული, მაგრამ რაც არის ეგ არის. ერთი წამით აქეთ რა იყო, არაფერი საინტერესო. კი ბატონო, აგრესიაც ძალიან კარგი საიზინგით არის გაგრძელებული. მომწონს, ნამდვილად, სხვადასხვა ფერის ვალეტრიანი დაყრა. ჩვეულებრივი მოვლენაა. იდეაში ერთ-ერთი ახლა შეტევად შეიძლება, მაგრამ დაყრა აბსოლუტურად მისაღებია. მით უმეტეს, როცა ფოლდეკვითი არ არის რა. თუ ოპონენტი არის ისეთი, ვიზაც ფოლდეკვითი არ აქვს, აბსოლუტურად მისაღებია დაყრა. იასამნისფერში რეგულარები ყავს მონიშნული, როგორც ვიცი. კი ბატონო. კი ბატონო. აქ აგრესიის გაგრძელება აბსოლუტურად მისაღებია. საიზინგი ცოტა მეგონი 2/3-ია ხო, როგორც ხედავ. Isolate პოდია, კი ბატონო, ჩვეულებრივი ნორმალური საიზინგია. ცოტა დიდი საიზინგია, ძალიან შალი ფლოპი აქვს, ძალიან დიდი ფოლდეკვითია და შეიძლება ცოტა პატარა საიზინგით გასვლა რა მაგედან გამომდინარე. უბრალოდ ძალიან დიდი ფოლდეკვითი შეიქმნა, ეხლა ვალეტ 6-იან 3-აზე, სადაც Rainbow ანუ ბორდია, სხვადასხვა ფერის და ცოტა პატარა საიზინგი შეიძლება 1/3 დაახლოებით. 9 ბანკი შეიძლება. ტოსკაროლი, ეს ტოსკაროლი უკვე დაკომენტარებული გვაქვს. კარგი საიზინგით გაგრძელა აგრესია, როცა ამაზე ვილაპარაკე მე post-flop action-ის ვიდეოში, სადაც ახსენი რომ როცა არის 2.5 კარტი, 2 Broadway კარტი ფლოპებზე ხო? ეგეთ ფლოპებში ცოტა უფრო დიდი საიზინგის ხმარება გვარდეს, მით უმეტეს ცოტა flash draw-ა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გაჩოტები იქნება ოპონენტის რეინჯში. მეორე წყვილები, ტოპ წყვილები და შესაბამისად უკვე შეგვიძლია რომ ან ოპონენტის რეინჯით საკმაოდ ნორმალურად ედება ესეთ ბორდებს. აი განსხვავებით ერთი Broadway კარტი რო იყოს, აი მარტო ტუზი რო იყოს, ხო მაგალითად. ან მარტო დამა. მაგ შემთხვევაში რავი 1/3 იქნებოდა სტანდარტული ან 9 ბანკი უპოზიციოთ სიტყვაზე. მაგრამ როცა 2 Broadway კარტია, მით უმეტეს flash draw ბორდია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბლოკავთ გარკვეულ რაოდენობა flash draw-ებს, 2/3 თუ 3/4 რაც იყო, საკმაოდ მისაღები საიზინგია. ისეთ სიტუაციებს, რომელსაც არ ვაკომენტარებ. იგულისხმება, რომ ყველაფერი რიგზეა, სტანდარტულად არის. ერთი ფერის კარლოსხიანი პირველი პოზიციიდან რავი, ჩვეულებრივ, ანუ მისაღები ფოლდია. ზოგადად ეს ის ლიმიტია და ცოტა უფრო მაღალი ლიმიტებიც, რომ სადაც ესეთი მოსაზღვრე ჰენდები ძალიან ხშირ შემთხვევაში ფოლდში გაშვება შეცდომად არ ითვლება. ეს დამაურიანი უბრალოდ big blind-ზე დაიჩეკა და მე გადაეყარა სწორია და კი ბატონო, აი ეს აუცილებელი ფსონი იყო ცხრიანით. მან ფლოპზე რა ხდებოდა ერთ-ერთი. ესე იგი. აბა. უბრალოდ დაჩეკა. კი ბატონო, ერთი ბლაინდი, კი ბატონო. აბსოლუტურად გასაგები დარიგება. ტუზ დამა.
მონოტონურ ბორდზე 1/13 აგრესიული გრძელება პოზიციაში აბსოლუტურად მისაღებია, კიდევ სწორია და საბოლოო ჯამში ეს დარიგება ძალიან კარგად გათამაშებული. ცხიანები ტრიბეთი, კი. გაზრდილი საიზინგით ატრიბეთებს 4x-ი დაატრიბეთა. დიდი საიზინგია ძალიან ჩემი აზრით 3x იქნებოდა ან მაქსიმუმ 3.5x. აბსოლუტურად საკმარისი, იმიტომ რომ პოზიციაში ვართ აქ. კი, თუ ოპონენტი ძალიან ცუდად ყრის ტრიბეთების წინააღმდეგ და ლუზურად არეიზებს ზოგადად, შეიძლება 4x გაზრდილი საიზინგით, მაგრამ ხო, რაღაცა განსხვავებული აუცილებლობა უნდა იყოს მაგისი რა. ზოგადად სტანდარტულად 3x-ი დატრიბეთება შეიძლება პოზიციაში და ოპოზიციოთ 4x-ით. თუ დიპსტეკები ხართ, კი ბატონო, უნდა გაზარდო საიზინგი და 4x დაატრიბეთო. რუინშვიდიანი ფოლდია აუცილებლად. ზოგადად მულტიპოტებში უფრო აკურატულად უნდა გავათამაშოთ. ზოგადად მულტიპოტები უფრო აკურატულად უნდა გავათამაშოთ ვიდრე ჰეძაპოტები. ამაზეც ვილაპარაკე პოსტლოპის ვიდეოში. ვისაც არ გინახოთ, გირჩევთ რომ ნახოთ. და 6-იანების დარიგება ნახოთ, ესე იგი 1/13 პოზიციაში აი ორ ბროდოი ქარდზე რო თქვი. გამეორებ ისევ, აქ ცოტა დიდი საიზინგით ვისურვებდი აგრესიის გაგრძელებას. იმიტომ რომ მაგრამ მეორე მხრივ ხო, რავი. მეორე მხრივ ანუ ჩვენი ხელი ანუ საერთოდ აცდა. საერთოდ ყველაფერს აცდა, ანუ ბლეფი გვაქვს ჩათვალე რა და ცოტა დიდი საიზინგით გავიდოდი რომ რაღაც ფოლდექვითი შემექმნა რა. თერნიდან ხო არ გავაგრძელებდი თქო აგრესიას მაგის გასაპირებდი და პრინციპში არც გააგრძელა დაჩეკა რაც სწორია რა იმიტომ თერმა არაფერს არ გაგვაძლიერა პირიქით უფრო გააუფასურა ჩვენი ხელი ისაც რა equity ქონდა მან და ვაფშე აღარ გვაქვს საერთოდ და ნუ რივერზე მოთამაშემ გადაწყვიტა რომ მოიბაროს და ფიქრობ რომ ცოტა ოპტიმალურია, ისა ოპტიმისტურია, ცოტა ოპტიმისტური გადაწყვეტილებაა, იმიტომ რომ არც ისე ძლიერ რეინჯს არ ვანახებთ, იმიტომ რომ დავხოთ ეხლა ჩვენ რომ ფლეშ დრო ქონო და ჩვენი ფლეშ დრო რაღაც გაგებით, რაღაც სიტუაციებში ვალეტზე გაჩოთსაც მოედებოდა, ან წყვილს მოედებოდა, ან რაღაც ეგეთი. ეს ამისად ხშირად ძალიან 1/13 ფლოპის გასვლის მერე მეორე ბარელს გავიდოდით ხოლმე თერზე. ძალიან ხშირად. თერნი რომ დავჩეკეთ, კი შეიძლება რაღაცა ფლეშები გქონდეს მაგ სიტუაციაში, მაგრამ უფრო ძნელად დაგვიჯერებს ოპონენტი რა. ეგეთი თემა. თერზე რომ ანუ პრინციპში შეიძლება სასწაული არ არის რომ ფოლდი მივიღოთ აქ, მაგრამ უნდა გვესმოდეს რომ აქ ოპონენტს ან რაღაცა დაეხურა, ფლეში, სტრიტი, მეორე წყვილი ან რაღაც ეგეთი. ან მანამდე ყავდა ტუზი. ანუ სულ არაფერი ოპონენტს არ ეყოლება. ანუ ასე ვთქვათ ნებისმიერ შემთხვევაში აქვს გადაწყვეტილება. easy fold-ი არ აქვს, trash-ი არ აქვს range-ი რა. ეს არის სიტუაცია, სადაც არც 1% trash-ი არ აქვს ოპონენტს. ყველა ვარიანტში აქვს გადაწყვეტილება. ზოგადად ეგეთ სიტუაციაში რომ ოპონენტს 100%-იანი აქვს გადაწყვეტილება, ბლეფი არ არის კარგი იდეა რა, მიკროლიმიტებზე მაგის თქვა მინდა. მაინც სასიამოვნო იქნებოდა რომ რაღაც trash-ი ქონდეს რა, პირდაპირ რასაც დაყრის. აბა რა დაგხოდა. აქ ოპონენტი თუ ეგეთ სიტუაციაში 7-იანებს არ ყრის. ხო, ანუ ესეთი ოპონენტის წინააღმდეგ საერთოდ ბლეფი წარმოუდგენელია. ხოდაშორის არ მოწოს ეგ კოლი 7-იანებით არც კოლი არ მოწოს სიმართლე არც ბლეფი არ მოწოს და არც 7-იანებით კოლი არ მოწოს სიმართლე რო ვთქვა. იმიტომ რომ
ნუ რა ვიცი რა. არ ვიცი შეიძლება ითქვას. ან ჩვენც დაახლოებით ახლა რა ლოგიკაც ოპონენტზე ახსენე, დაახლოებით ეგ ლოგიკა იყო ჩვენზეც რა. ან თავიდანვე რამე უნდა ქონოდა, ან რამე უნდა დაგხუროდა და იდეა ჩვენ თავიდანვე ქონდა ოღონდ უფრო ცუდი ხელი ვიდრე ოპონენტს. ნუ დაახლოებით ერთნაირი ხელი ქონდა რა. ტუზრიანი, სწორად არის გათამაშებული. აქ ორი ოპონენტის წინააღმდეგ იმენად კარგი ფლოპია, რომ რავი, კი შეიძლება გასვლა ორი ოპონენტის წინააღმდეგ. გაწყლებული ბორდია, შალი ფლოპია რაღაც. აქაც არ მომწონს, ანუ ეს ბეტჩეკბეთი აი არ იჯერებენ რა ხშირად, ანუ მithmetes აი ფლეშ დრო როცა აცდება, ფლოპიდან წასული ფლეშ დრო როცა აცდება, ხო? ოპონენტის мотиваცია აქვს, რომ დაქოლონ რივერი რა. მithmetes აი აქ ხა ამას თავიდანვე მაგარი მონსტრი ყავდა, მაგრამ რამე ყოველთვის ეყოლება რა. აქაც ისე იგივე ლოგიკა არის რა. ან თავიდანვე ქონდა რაღაცა, ან რაღაცას მოედებოდა რა. სტრიტ დროებით, ფლეშ დროებით რა, რაც არ უნდა ქონოდა, ძნელია რომ ამ ბორდს აცდენოდა და კი შეიძლება რაღაცა ცოტა თრეში ამას ქონოდა რეინჯი ფლეშ დროების სახით, რომლებიც აცდა, მაგრამ იმ ფლეშ დროებიდან ზოგიერთი ეის ჰაი იქნებოდა და კიდე შეიძლება ეის ჰაიზე მიგეღო ქოლი რა. ეგ მონდიც არის. სადაც იმანი 7-იანები დაქოლა ძა. სამი ბლაინდი რეიზი სმოლიდან ტოს-5-იანი ვერ ვიტყოდი რომ აუცილებელია მან ტოს-5-яნის დაცვა. არა, შეიძლება, ან პრობლემა არ არის, მაგრამ ოპონენტი გააჩნია რამდენად პასიურია ან რაღაცა რა. თუ პასიური ოპონენტი არ აიდებს ონლაინზე სამ ბებეს, შეიძლება სხვადასხვა ფერის ტოს-5-იანი უბრალოდ გადაყარო. და მან როგორც აველი უბეთებ მაგ ტოს-5-იანს, ეგეთი ძლიერი ხელიც არ არის რა. კი ფლეშ რობორდი იყო რაღაცა შეიძლება დაველი უბეთება ოპონენტის, მაგრამ უბრალოდ უფრო ძლიერი ტუზები იქნებოდა, ან ოპონენტის რეინჯი საკმაოდ ბევრი უფრო ძლიერი ტუზი იყო პირველი ქოლის მერე რა. პირველი ბარელის მერე. ტოს-7-იანი იზოლირება კარგია ბატონიდან. ეს ვალეტები მულტიპოჩი შეიძლება პირდაპირ დაიღაროს. ოთხიანებით იზოლირებასაც შეეხება. პატარა სტეკია, როგორც ხედავ, კარგად არ ჩას ოპონენტის სტეკი, მაგრამ პატარა სტეკია მეგონი და პატარა სტეკის ოთხიანებით იზოლირება არ ღირს რა. ფულ სტეკი კიდე შეიძლება. ფულ სტეკი კიდე შეიძლება რა გაგებით. ფულ სტეკი კარგია ოთხიანებით იზოლირება. გათოფიდან ნორმალურია საკმაოდ. ვალეტებზე მოგვივიდა თერნი. ეხლა მულტიპოჩი პირდაპირ შეიძლება თქვა ვალეტების დაყრა რო ვთქვი, აი ამას გულისხმობდი რა. ყოველთვის გაჩოტის იმედად თამაშობთ რა, მან რა ხვდები, აი როცა მულტიპოტია და 2 კარტა არის, ხო? ჩვენი ვალეტები არის გაჩოტი და მეტი არაფერი. გინდა ვალეტები ყოლია და გინდა ვალეტ 7-იანი, დაახლოებით ეგეთი სიტუაციაა რა.
ეს ძალიან კრიტიკული ვარ რაღაც. არა, მთლიანობაში აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ აი ხა მოთამაშეს რო უყურებ, ჩვენს გვერდზე ხა ვინც თამაშობს, კი რაღაცა დეტალებში და ნიუანსებს ვაკომენტარებ, მაგრამ მთლიანობაში თამაში ძალიან მომწონს რა. კარგი ისეთი ღირსეული, აკურატული, ტაიტი, აგრესიული თამაშია და რა ვიცი, სხვა რა შეიძლება ითქვას. კი ბატონო. ეს არადინამიურ პოზიციებში კაროლდამ აუცილებლად ფოლდი იყო. ცოტა უფრო გვიან პოზიციებში რო ყოფილიყო, თქმა შეიძლებოდა ბლეფ ტრიბეთი. რაღაც შემთხვევებში კოლის განხილვაც შეიძლებოდა, მაგრამ ეს არადინამიურ პოზიციებში ფოლდი ჯობდა. აი 30-იანზე იგივეს ვიტყოდი, ფოლდი მერჩივნა მანდ, იმიტომ რომ მანდაც არის საკმაოდ არადინამიური პოზიციებია. UTG არეიზებს 4 დიდი ბლაინდით. ეხლა გააჩნია UTG თუ არის ტიპი, რომელიც ზოგადად 4 დიდი ბლაინდით არეიზებს ხოლმე და სულ ეგრე თამაშობს, მაშინ სკვიზი ჯობდა რა, რომ ჩააჭირო მან დაუშვათ ერთი 16-18 ბლაინდი. მაგრამ თუ არ არის ეგრე და სხვადასხვა საიზინგები აქვს და 4 ბლაინდს არეიზებს ეხლა ხო, შეიძლება გადაყარო რა, 30-იანი, იმიტომ რომ კი, თამაში არის არასრული სტეკი აქეთ, მაგრამ ხშირად შეიძლება დომინაციის ქვეშ იყო რა ოპონენტთან, ანუ იყოს ტუზკაროლი, ტუზდამა, ტუზვალეტი ერთი ფერის და დომინაციაში იყო რა. ორივე ტუს მოედებით და მერე პრობლემები ექნება რა. ეგეთი თემა. პირველი პოზიციიდან გაზდილი საიზინგით არეიზებს მოთამაშე, საერთოდ დაჯერება ღირს რა. სიბეთი ძალიან პატარა იყო. მან დაკოლვას თუ არ უჯერებ მაინც რეიზი გერჩივნა. ჩემი აზრით, მაგრამ დაკოლვას, ნუ ეხა შეცდომა დაკოლვას არ იქნებოდა, მაგრამ პატარა საიზინგით. აი, ეხა ვატყობ, რომ ეს ოპონენტი აქ თავისი საიზინგებიდან გამომდინარე რაღაცებს თავის კარტს უყურებს და იმის მიხედვით რაღაცა საიზინგებს არჩევს რა. პრეფლოპზე ალბათ რაღაცა კარგი ხელი ყავდა, სიტყვაზე ტუზკაროლი, ტუზვალეტი, ან რაღაც ეგეთი, ან შეიძლება რაღაცა 9-იანები, 10-იანები რაღაცა. კარგი ხელი ქონდათ, ბევრი დაარეიზა. მე ფლოპი მოვიდა, რაღაც ფლოპი არ მოეწონა, ეტყობა ცოტა დაარეიზა. აი რაღაც ეგრე თამაშობს რა სავარაუდოდ რა. ფლოპზე რეიზი შეიძლებოდა რა, კარგი ჰენდი გაქვს, ვექტორები გაქვს. შეიძლება გაჩოდი დაგივიდეს, შეიძლება ფლეიზრო დაგივიდეს, შეიძლება ტუზი მოგივიდეს. ამ რივერის მოპარვა რამდენად ღირს, ეგ უკვე კი, არის რაღაცეები ოპონენტთან რასაც დავაყრევინებთ და რასაც უკან ვართ რა. ეგ არის მაგალითად 9-იანები, 10-იანები და გაყოფა რაღაცა ტუზვალეტი სიტყვაზე. მაგრამ მეორე ხრივარი კიდე ოპონენტთან ტუზკაროლი რასაც არ დაყრის. რავი, ფლეშტრო დაიხურა. რავი, არ ვიცი რა სიმართლე ვთქვა, ეხა აქ რამდენად კაი იდეა მოპარვა წარმოდგენა არ მაქვს რა. ზოგადად ამ სიტუაციაში მოხვედრა ამ ხელით ზოგადად აი რას ვიტყოდი, იცი? ესეთი ერთი ბარელი ბლეფები მუშაობს მარტო ტრეშთან რა, ძირითადად. ანუ ტრეშს ყრიან ხოლმე რა მარტო. თუ გინდა რომ მართლა დააყრევინო ოპონენტს, რაღაცნაირად აი ორ ქუჩაზე დაგეგმილი ბლეფები პროგრამად მუშაობს რა. აი მაგალითად თერნზე რო ცოტას გადიხარ და რივერზე ბერს გადიხარ, ან ფლოპზე რო ცოტას გადიხარ და თერნზე ბერს გადიხარ. რაღაც აი ორ ქუჩაზე დაგეგმილი ბლეფები პროგრამად მუშაობს. ეხა სიტყვაზე ფლოპი რო დაუქოლე თერნზე რო ფლეში რო წაგივიდა, რომ გაგედონქა თერნი, ხო? შეიძლება იმ დონქს შეიძლება კარგად ემუშავა რა. მაგრამ ხო არ ვიცი რავი. არა მივიღეთ აქ ფოლდი ხო. ანუ რეალურად ან ოპონენტმა აქ ფლოპზე გვანახა სისუსტე იმ თავისი 3 ბლაინდი ბეთით ფლოპზე რეიზი უნდა გეთამაშა და ფლოპზე უნდა წამოგიღო ეს ბანკი რა. საერთოდ ეგ იქნებოდა ყველაზე კაი. ზოგადად ეგეთი პატარა საიზინგები
იდეაში ბლოკბეთებია რა, რაღაცა ხელის გათრევა რომ უნდა ოპონენტს გამოდის, ან პროსტა რაღაცა თრეშის პონჩი მოპარვა რომ უნდა და რაღაცა და თუ კარგად არ აქვს ოპონენტებს დაბალანსებული, თუ ამ შემთხვევაში კარგად არ აქვს დაბალანსებული, შეგვიძლია ეგეთი პატარა საიზინგებზე, მოკლედ რეიზები ძალიან ისე რა, აქტიურად გაუშვა და იმას ისევ რა, საკმარისზე მეტ ფოლდებს მიიღებ მაგ სიტუაციებში. მით უმეტეს, როცა საერთოდ სარიელი ხარ, შეგვიძლია გადაყარო, მაგრამ როცა კარგი ბექტორები გაქვს, გაჩოტი გაქვს, რაღაცა გაქვს, მაგ დროს შეიძლება. ოპოზიცია ცოლბაინი და რეიზი ცოტა დიდი საიზიგით უფრო მევასე ამე 5 ბლაინდით ვაკეთებ ხოლმე იზოლირებას და იგივეს გირჩევდი. მაინც ოპოზიციოდ ხარ და პრეფლოპზე რაც უფრო ასე ვთქვათ არახელსაყრელ სიტუაციაში ჩააყენებ ოპონენტს მით უკეთესი რა. პოზიციაში ვაკეთებ ხოლმე 4 ბებე იზოლირებას ან 4 ნახევარი, ან 4 ნახევარი და პოზიციოდ 5-იან გააჩნია რამდენიმე იმპერიორი ხან ახშება 8 გახვიდე ანუ ოღონდ უკვე რამდენიმე იმპერიორი უკვე ხელიც საკმარისად ძლიერია შეარჩიო რა ეგ თემაა. სამი ბებე პლუს 1 ბლაინდი იმპერზე ეგრე ვაკეთებ ხოლმე რა. პოზიციაში და ოპოზიციოდ კიდე პლუს 1. დოზარეთი ტრიბეთია კი ბატონო. პირდაპირ ფუში შეიძლება და პროცესი პატარა სტეკია 20-25 ბლაინდი შეგვიძლია პირდაპირ დაუფუშვო ან რაღაც ოპონენტის სტეკის ნახევარი დაატრიბეთო დავუშვათ და მეორე ნახევარი ფლოპზე გახვიდიან ნებისმიერი ფლოპი დაუფუშვო მე რა ცოტა ისე ეთამაშო ანუ სტეკიდან გამომდინარე. ნუ მან რივერზე ხა მე ვიტყვი დაკოლა შეცდომა იქნებოდა. ეცამს რა ექშენია იზოლირება კარგი ჩეკია თერზე კარგი ფსონია რივერი ჩეკ ფოლდი არ მომწონს სიმართლე რო ვთქვა რა კი ცუდი კარტი იყო რივერზე მაგრამ რავი რა შეიძლება ქონდა მანდ ოპონენტს ვექტორ ფლეში თუ რა 1000 რაღაცა ეჭირებოდა მანდ 1000 რაღაცა გაჩოტები 8-იან 7-იანები და 9-იან 7-იანები 10 და შეიძლება 6-იანი ყოფილიყო სიტყვაზე რაღაცა რა მე მანდ შეიძლება მეცენ დამეფუშა რა რივერი ჩვეულებრივად თერნი გავედი და რივერი შეიძლება დამეფუშა შეიძლება რავი ცოტა უფრო ცუდი 10-იანი თქონდეს ოპონენტი შეიძლება რაღაც 10-იან 9-იანი 10-იან 8-იანი 10-იან 7-იანი თორე ეს პატარა სტეკი როცა აქვს ოპონენტს ცოტა უფრო ხისტად თამაში იქნება გამართლებული რა მოვიდე რაღაცას და ეგრევე დიდი საიზინგით ჩააჭირა ან პირდაპირ სტეკზე წამოიყვანე რა მან ცოტა გაზილი საიზინგით გავიდოდი მე იმიტომ რომ პოსტია ანუ ლიმპია მაგრამ ლიმპი არ არის ანუ რო დაჯდა ავტოპოსტი გააკეთებინა და
უფრო დიდი პოტია და 4 ბლაინდს დავარეიზებდი რა. თან ტუზები როცა ყავს. ცოტა პოტი რო გაიბეროს წინააღმდეგი არ ახარ რა, ეგეთი თემა. ეგ არ არის ფაქტორი, ისედაც ეგრე უნდა გასულიყავი, მაგრამ როგორც დამატებითი ბენეფიტი. ტუზებს რო დაარეიზებ და 4 ქოლი მოხდება, მაინც სიამოვნო არ არის. ფლოპი ისეთია რომ რავი. ვერაფერს იტყვი. ოვერბეთი? აი რაღაცა ლოგიკა არის ამ ოვერბეტში კი რა. რაღაცა ლოგიკა არის მაგ ოვერბეტში, მაგრამ მაინც 4 ოპონენტი რო ყავს. მან უკვე აი შენი ტუზები მან როგორი თემაა, იცი, ანუ კი მან შენ ამ ტუზებით რაღაცა ტუზყვავი გაქვს და რა ნაცა ფლეშებს ბლოკავ. მონოდინეხელებს ბლოკავ თან. ეგ თემა, კარგ მონოდინეხელებს რა, ანუ ace high flash დროებს. და რაც მოედო ხა 4 ოპონენტიდან, რავი, ვინმეს თუ სიტყვაზე ამ შემთხვევაში კაროლათიანი ყავდა, ან ვინმეს 7-იანები ყავდა, ან რაღაცა 9-იანვიან ყავიან, დამავალეთ ყავიან რაღაცა ესეთი ძალიან ძლიერი კომბო დრო ქონდა ან რაღაც ეგეთი, ის ისეც და ასეც სტეკზე გეთამაშებოდა და ოვერბეტით რეალურად რა გამოვიდა, რომ ხო, რავი, პრინციპში აი რა არის, ოვერბეტი კარგია, მომწონს. 3-4-იც შეიძლება და ოვერბეტი შეიძლება, მაგრამ აი ოვერბეტი თუ გააკეთე, პირდაპირ ისეთი თემა იყო ოვერბეტი, რომ მოკლე სტეკებს ეთამაშებოდი სტეკზე და დაუშვათ დიდი სტეკი თუ ამ ოვერბეტზე გადაგარტყავდა, უკვე გეცოდინებოდა, რომ დასაყრელი იყო რა ეს ორი ტუზი რა. აქ რო ოვერბეტს გადიხარ, კაროჩე რაღაც პონჩი ორი ტუზის დაკაცვნა შეგეძლოს, ანუ რა, ეგ არის მნიშვნელოვანი რა იდოქში. რაღაცნაირად ინფორმატიული არის ძალიან ოვერბეტი მაგ გაგებით, ანუ ზოგადად ოვერბეტების ხმარება ძალიან ინფორმატიული არის რა. იმიტომ რომ ოვერბეტის წინააღმდეგ რო რეიზს იღებ, უკვე მან ბევრი საფიქრალი აღარ აგაქვს რა. ფოლდი ხარ რა, ძირითადად ეგეთი პონტია. მაგრამ ხა ესეთ რეიზი არ ვლაპარაკობ, ეს ხა ძალიან პატარა სტეკი იყო და ძალიან პატარა სტეკი რა, ანუ იდეაში ბანკზე იყავი, მაგ სტეკთან მიმართებაში ბანკზე იყავი ბიბმული და თან რეკრეაციული მოთამაშე იყო. კი ბატონო, კაი იყო, კრეატიული ის იყო. სოლორი რაღაცას გავს სიტუაციებში ხანახანარი რომ ეგრევე ფუშავს. დაჟე რა. ანუ რაღაც სიტუაციებში ძალიან გადატვირთული ფლოპი რომ მოვა და ოვერწყვილი აქვს, პირდაპირ ფუშიც აქვს ეგეთი ოფცია რა ეგრევე ოლინი. ჩვენმა დონქებმა კარგად აითვისეს ეგ ფუნქცია. იქ არ უნახიათ. ისე თვითონ მიაგდეს. კაროლექსენს კრეატიულად არის გათამაშებული. დამავალეთ კარგი რეიზია. გადატვირთული ფლოპია ძალიან და თერნი აქ დაფუშვა შეიძლება პირდაპირ. ახლა ფლოპი რახან დაქოლა ოპონენტმა, სავარაუდოდ რაღაცა ყავს, ხო? ან ვალეთს არის მოდებული, ან OESD-ს არის მოდებული, ან ფლეშ დროს არის მოდებული, ან რაღაც ეგეთი და ეს პიარი კიდე თითქმის ერთი არის რა. ან პოტზე ოდნავ დიდი სტეკი აქვს ოპონენტს, შესაბამისად აქ შეიძლება პირდაპირ დაფუშო. თუ გადიხარ, შეიძლება პირდაპირ დაფუშო რა. იდეაში რივერის დაფუშვას დიდად აზრი ალბათ აღარ ქონდა, ბაზარი არაა. მაგრამ თერზე ძალიან დიდი აზრი ექნებოდა დაფუშვას. აი ხა მაგალითად აი ამ კონკრეტული და ხა ზოგადად რა ყავს ოპონენტს მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ რეინჯიდან გამომდინარე ვიჯელობთ რა. მაგრამ აი ისე რომ ვთქვათ, ამ კონკრეტულ სიტუაციაში რო წარმოვიდგინოთ ოპონენტის ადგილას თავი, აი ამ თერზე რო ფუში მოხდებოდა, საკმაოდ არაკომფორტული გადაწყვეტილების მიღება მოუწევდა რა. იმიტომ რომ
ეხლა ვინც ოცებს ითვლის იმისთვის აშკარად fold-ი იქნებოდა flash draw, მაგრამ ვინც არ ითვლის იმათვის flash draw სულაც ძნელი დასაყრელია ხოლმე და აი ეგეთ შეცდომებზე ძალიან კარგად შეიძლება იშოვო ფული რა, ოპონენტები რომლებსაც აი flash draw-ს დაყრა უჭირთ, ისეთი ცოტა არაადეკვატური საიზინგი მიცე და უბრალოდ რაღაც არაადეკვატური გადაწყვეტილება მიაღებინო რა. არაადეკვატური რა, არარაციონალური, ადეკვატური მაგარი. ანუ წამგებიანი გადაწყვეტილების შეცდომის დაშვების უფრო კარგი შესაძლებლობა მიცე რა. ეხლა შენ რა საიზინგითაც გახვედი, ხო? ეხლა თერზე. ნახევარი ბოტი, ხო? აქ ნახევარი ბოტს რო გადიხარ, 25% თითქმის ანუ 25% ჭირდება ოპონენტს equity რო იმას აქდას. დაკოლოს. და flash draw-ში 25% არა აქვს equity, მაგრამ რამე implied-ები მაინც თუ აქვს და აქვს. უკვე პლუსავი ქოლი აქვს რა. ხვდები? ხო და აი ეს ოდნავ მინუსავი ქოლი კი არ უნდა მიცე ოპონენტს. უნდა მიცე ძალიან მინუსავი ქოლი რა. და იმ ძალიან მინუსავი ქოლსაც გააკეთეს. მით უმეტეს როცა ესეთი პატარა SP არია რა. აქ კაროლები იყო ტრიბეთი. 16 ალბათ ხო საიზინგი არ ჩანს, მაგრამ ხო 16-ია მეგონი. ქოლი და ნუ ფლოპი მოვიღეთ ისეთი რომელსაც არ ვინატრებდით. ამიტომ არ ვისურვებდით. ჩეკია ჩემი აზრით და აქ ორი ვარიანტია რა, ორი ვარიანტია. ერთი არის ჩეკი და დაუშვათ როგორც showdown value ხელი გაათამაშოს, სტანდარტული ვარიანტია გათამაშების კაროლების ამ სიტუაციაში, ან მეორე ვარიანტია რომ გახვიდე დაუშვათ აი უპოზიციოდ ნახევარ ბოტს და ითამაშო bet fold-ი რა. თუ ნუ გახვიდე და მე თუ გააგრძელებს უკვე დაივიწყო რა ეს გათამაშება. აი ეგ ორი ვარიანტია რა. აი ეს გახვედი ნახევარი ბოტი კი ბატონო, საიზინგი მომწონს ნახდად. სავსებით საკმარისი საიზინგია იმისაც რომ საკმარისი მეტი ინფორმაცია მივიღოთ ოპონენტისგან რა. მე უკვე ჩეკია რა. აქ ჩვენზე უარეს ხელები ძალიან იშვიათად გააგრძელებდნენ რა. ნახე ტრიბეტ ბანკია, მილიონი ტუზი გაქვს რეინჯში. რავი ამას რო რაღაც 10-იანები და ვალეტები და რაღაც ეგეთები ეჭიროს. კი, შეიძლება დაიქოლა. მაგრამ ნუ ხშირ შემთხვევაში ანუ ფლოპზე უკვე საკმარისი მეტი fold equity შეიქმნა რა ერთ სიტყვით. მაგის ჩეკი ხა იმაზე მეტყოლებს რომ შეიძლება ტუზი არ იყოს მაგათთან, რამე სუსტი ტუზი იყოს რა. რავი, ჩეკი, ისევ ჩეკი არის მისაღები. რავი, ნახოთ, იქნებ showdown, იქნებ გაგვიშვენ showdown-ზე რა. მან კიდე აი ფლოპიდან ეხა დავფიქრდი იმაზე რომ რაღაცა ბლოკ ბეთებითაც შეიძლება თამაში რა. ოპონენტს გააჩნია თუ გაძლოს ოპონენტი რა მაგის საშუალებას. ნახევარი ბოტი კი არ გასულიყავი და ვხედავ რაღაცა გასულიყავი 20%, 15% ბოტის. ეგეთი ვარიანტი შესაძლებელია კაროლებით. და გენახა ოპონენტის რეაქცია რა. მაგრამ უნდა ითქვას ეხა. თერნის ჩეკის მერე ცოტა არასასიამოვნო სიტუაციაში ვარ, მაგრამ მაინც დასაყრელია ჩემი აზრით. ეხა ტუზკაროლი ტუზდამა ხშირად იქნებოდა ოპონენტთან და ფლოპი რო გავედით და თერნი დავჩეკეთ. მიხვდა ალბათ რომ ძალიან დიდი fold equity ქონდა თერნზე და იფიქრა რომ river-ზე მიიღეთ და ჩვენ გაველიოს რა. ანუ face up-ი ვიყავით რა დაახლოებით ადვილად წასაკითხი იყო რა ჩვენი ხელი. მაგიტომაც აი ეგეთი სიტუაციები შეიძლება იმით დააბალანსო, როცა შენთან იქნება ტუზკაროლი დაუშვათ დაჩეკო ხოლმე თერნი. რომ დაუშვათ მიცე ოპონენტს საშუალება რომ თვითონ გამოვიდეს და check push-ი მიცე ან რაღაც ეგეთი. მე მიყვარს ხოლმე თერნის ოპოზიციოდ დაჩეკვა. კარგად მაქვს ანუ თერნის ან მეორე ბარალი დაბალანსებული რა მაგ გაგებით. თერნს ხშირად ვუჩეკავ თრეშით და ხშირად ვუჩეკავ ძლიერი ხელით რა. თრეში არის ყოი კაროლები, მაგრამ იდეაში ოპონენტი რა რეინჯსაც გვაჩვენებდა, მაგასაც შეიძლება შეიძლება თრეშიც იყო. ექსამიანები
ერთი ბლაინდია, რამდენი სამი ბლაინდი გამოვიდა ოპონენტი, ფოლდია აუცილებლად. ცოტა კიდე ავაჩქარებ, იმიტომ რომ რაღაცა მაინც ძალიან ნელა მიდის ვიდეო რა რაღაცა 4 მაგიდაა მაინც და 2x იყოს. 2 დამა. ცოტა დიდი საიზინგი შეიძლება ფლოპზე გასვლა, მაგრამ არა უშავს მათ. მაინც გადონქა ეს თერნი? მეგონი ჯერჯერობით კოლია. აი რუიანზე გადონქა. რას გვაჩვენებს, რა ვიცი. სტრიტებს დამავალეზე ჩვენ ბლოკაუტ გამორიცხული არა ქონდეს, მაგრამ მეგონი ჯერჯერობით კოლი იყო რა ეს 2 დამა. ბოლო პოზიციაში ვიყავით და მანდ დაგიქოლა, უბრალოდ რივერზე ნახავდით რა სიზამდა რა ოპონენტის რეაქციას ნახავდით. თან შეიძლება ძალიან საინტერესო რივერი მოსულიყო რაღაცა, მაგალითად ვალეტი ან მესამე ცხრიანი ან დამა დაუშვათ, ხო? რა ძალიან გაგვაძლიერებდა. და მეორედი შეიძლება პროსტა რივერი დაეჩეკა. ოპონენტს და ჩეკ-ჩეკით გავსულიყავით შოუდაუნზე რა. თუ პოტბეთი იყო, ეხა კარგად არ ჩანს აქ რა, თუ პოტბეთი იყო ალბათ შეიძლებოდა რა თერნზე დაქოლა რა მაგ პოტბეთის დამებით მაინც ჯერჯერობით მეგონი ძალიან ძლიერი ვიყავით. ვალე თუთიანი შეიძლება დაქოლა კი ბატონო. ცოტა იზოლირებაზე ცოტა დიდ საიზინგებს ვიხმარდი, ერთი მაგას ვიტყვი. ანუ ოპოზიციოთ ანუ პოზიციაში 3 ბებეს პლუს ლიმპერზე ერთი ბლაინდი და ოპოზიციოთ 4 ბებეს პლუს ლიმპერზე ერთი ბლაინდი, აი მასე ვიხმარდი იმას რა, საიზინგებს იზოლირებაზე. და კიდე სპეციფიკურ სიტუაციებში თუ აი ძალიან ფიშია ოპონენტი და დიდ საიზინგებს ქოლავს და ვაფშე არ აინტერესებს და ყველაფერს ქოლავს, იმასთან კიდე შემიძლია წავამატო რა რაღაც ბლაინდები რა. მან არის ველი უბეთი კი რივერზე. აკაც სწორი სიბეთი იყო, მაგრამ მეორე ბარელი უკვე ნამეტანი იქნებოდა. აქ ძალიან ხშირად ოპონენტს თუ პოტბეთი ახლა არ ჩანს კარგად თუ პოტბეთია, აუცილებლად დასაყრელია რა. პოტბეთი საერთოდ აი ესეთი value sizing-ი არის რა. ხანახანი შეიძლება იქნება ხოლმე ბლეფი, მაგრამ ამ შემთხვევაში ფლეშ დრო შეიძლება რა. ფლეშ დრო ასტი და დავუშვათ და იმას გამოდის, ანუ არ არის გამორიცხული, მაგრამ აი პოტბეთი ძალიან ხშირ შემთხვევაში უყართ ხოლმე უფრო value-ზე რა. ბლეფ საიზინგები არის ხოლმე შედარებით პატარა საიზინგები, ნახევარი ბანკი უფრო ნაკლები და როცა პატარა სტეკი აქვს, all-in-ი უყართ ხოლმე ბლეფზე. ეგრე ფლეშ დროს ააცდენენ დაუჭეკავ და აოლინებენ ხოლმე რაღაც 20 ბლაინდს რაღაც 18-19 ბლაინდს რაღაც ეგეთ პატარა სტეკებს. ან გააშია პოტი რამ ხელა შეიძლება უფრო დიდი სტეკის და აოლინოს. აი ერთი SPR და უფრო დაბალი როცა ფუშავენ ხოლმე დიდი სიამოვნებით აცდენილ ფლეშ დროებს. ზოგადად აცდენილ დროებს რა, მარტო ფლეშ დროებს არა. ანუ აი ორი ოპონენტი როცა უკვე ისეთი თემა
უფრო მეტი სივრცილით თამაში გამართლებული. ჩეკოლი, შეიძლება და ჩეკოლი, კი ბატონო, მაგრამ აი ესე ცალკარზე გაფლეშვაც როგორ არის ხომ იცი? მოდი აი მან დუცებ ეგ დარიგე ვანახოთ. მან როგორ არის იცი? აი 20 ბებე ხო არის? 19 ბლაინდი ხო არის და 9 ნახევარი ხო გამოვიდა ოპონენტი. აქ შენი ფლეშ დრო პირდაპირ 20-ზე ჯობია ხოლმე რომ იანგარიშო რა. როცა ცალკარზე გაქვს აფლეშე ხო? პირდაპირ 20-ზე უნდა იანგარიშო. ეხლა ამ შემთხვევაში შენ გიწევს ნახევარი ბანკის გადახდა, შესაბამისად 25% equity გინდა და 25% equity არა გაქვს რა. ეგეთი თემაა, გაქვს 18% equity და რატო ამბობ მაგას პირდაპირ 20-ზე უნდა იანგარიშო? იმიტომ რომ ძალიან აჩივინი ფლეში იხურება რივერზე გული რომ მოდის და თან შენ უპოზიციოდ ხარ და დამატებითი რაღაცა იმპლაიდების მიღება თითქმის წარმოუდგენელია. კი, რაღაც სიტუაციებში მიიღებ დიდი იმპლაიდებით, არ ჭირდება რომ პლუსში გაიყვანო ესეთი ქოლი რა, მაგრამ იმისათვის რომ პლუსში ათამაშო ესეთი სიტუაციები, უპოზიციოდ ცალკარზე საფლეშე კი ნაცანაცე პოტენციალია, მაგრამ ცალკარზეა და იანგარიშე პირდაპირ 20-ები რა და თუ დაუშვათ შენ ფიქრობ რომ აქ ოპონენტი ცოტა უყურებს თამაშს და რაღაცა ფიქრობს და რაღაც ეგეთი, მაშინ შეიძლება უბრალოდ ადგე და ამას 2.5 x-ი გადაარტყა, 3x-ი გადაარტყა და fold equity შექმნა და fold equity-ს თუ შექმნი, მანდ უკვე პლუსავოი იქნება რა. ეგ არის და ეგ. აი ხა მაგვალეტათიანს მაგალითად ვიღაც ისეთი მოაზროვნე მოთამაშე სავარაუდოდ დაგიყრიდა. ეხლა ეგ კონკრეტული მოთამაშე შეიძლება არ დაგიყრიდა. მაგრამ რომც არ დაგიყრიდა მაინც შენ equity-ის გარეშე არ იყავი, ანუ დამატებითი flash draw, ანუ საფლეშე equity გქონდა. თუ მაგას ცოტა fold equity-ის მივამატებდით, სიტყვაზე უკვე პლუსავი პონტი იქნებოდა რა. აი ეგრე შეხედე ხოლმე ეგეთ სიტუაციებს რა. თან მასე როცა გაქვს აგრესიულადაც გათამაშებული, flash-ის დახურის შემთხვევაშიც კიდე უფრო დიდი შანსი გაქვს იმპლაიდების მიღების. ვიდრე მაგ სიტუაციაში, რატო ეხლა მან რო გადაარტყა და გიქოლოს ეკვალიტეტიანი, დავუშვათ რომ გაიფლეშოს. ხო, უკვე ძალიან დიდ პოტში. შენ კიდე შევა დაუფუშო და კიდე იმ რაღაცა დავუშვათ 10-იანზე თუ ვალეზე რაღაცაც ქონდა გასაფლეში, ის დაბალი ფლეში ვეღარ დაყაროს, იმიტომ რომ უკვე ბანკზე მიმულად, ანუ თვითონ ეგრე ჩათვალოს რა, რომ ბანკზე არის მიმული. ხა რეალურად არ იქნება ბანკზე მიმული, რა თქმა უნდა და მithom ეს მეოთხე ფლეში როცაა დახურული, მაგრამ შემიძლია ჩათვალოს რომ ბანკზეა მიმული რა, რეკრეაციულ მოთამაშე ეგრე აზროვნებს და მაგ შემთხვევაში კიდე push-ზეც შეიძლება მიიღო რა, value და მაგრამ აი ის ფაქტორი რომ fold equity უნდა იქნებოდეს აუცილებელია. თუ ისეთი ფიშია რომ ყველაფერს ქოლავს და ვაფშე არ აინტერესებს, ეგეთ ფიშთან ჯობია დაყარო პირდაპირ და ეგ არის რა. ეს ტეკი არ ჩანს. ისე 4-იანებზე გავიმეორებ, რომ full stack-ების იზოლირება შეიძლება, მაგრამ ხო, full stack-ია ეს, ხო. მინტრიბეთი იყო. აჰა, აი როგორი შევა პოკერში ფული. კი ბატონო, ტიპა გალიმპა, მერე გააკეთა მინტრიბეთი და სლოპი დააოლინა უბრალოდ. აი ტუზების გათამაშების მასტერ კლასი იყო. კი ბატონო, გადასარევ დარიგებაზე დავამთავრეთ და Baby Shark-იც ჩაირთო. მოკლედ, მეგობრებო, ეგ იყო დღევანდელი ჩვენი სესია, ძალიან საინტერესო ვიდეო იყო. ამ მოთამაშის თამაშზე გავაკეთებ ისეთ შემაჯამებელ კომენტარს, რომ მომეწონა ძალიან. ვფიქრობ, რომ კარგი შედეგები უნდა გქონდეს ამ თამაშით, თუ ესე თამაშობ და თუ ასე ვთქვათ
უყურებ თამაშს და ყურადღებით თამაშობ ცოტა გრძელვადიან სესიებს, საუბრობ, კარგი შედეგები უნდა გქონდეს და ოჩახ ესე გააგრძელე რაღაცა ნიუანსებზე, რადგან ვილაპარაკე, რადგან გავაკეთე კომენტარები, აი ესე ნიუანსების და დეტალების დახვეწვა, თორე აი ესე გლობალური გაგებით ძალიან კარგი სტრატეგიით თამაშობ და ოჩახ რავი, მეტი არაფერს თქმა არ შემიძლია. აქ დავამთავროთ და აბა თქვენ იცით, შევხვდებით შემდეგ ვიდეოებში.